So we're going to do the following. ჩვენ შემდეგნაირად მოვიქცევით. ევროკავშირი დასთან ხვდება 750 მილიარდი დოლარის ენერგიის შესყიდვას, 750 მილიარდი დოლარის. ასევე ისინი მზად არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადონ 600 მილიარდიანი ინვესტიცია. იმაზე მეტი ვიდრე ახლაა. ეს დიდი თანხაა. იცით რამდენია? ისინი თანახმა არიან, რომ თავიანთ ქვეყნებში ვაჭრობა ნულოვანი ტარიფით ვაწარმოოთ. ყველა ქვეყანა შეერთებულ შტატებთან ნულოვანი ტარიფით ვაჭრობისთვის იქნება მზად. ასევე ისინი ჩვენგან დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობას შეიძენენ. ზუსტი რიცხვი არ Investing already, so they're investing. We have a deal. მივახციეთ სავაჭრო შეთანხმებას მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის და ეს სერიოზული შეთანხმებაა, რომელიც სტაბილურობას მოიტანს. ეს შეთანხმება მოგცემს პროგნოზირებად სავაჭრო გარემოს, რომელიც ატლანტის ოკეანის ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვექნება 15%-იანი ტარიფები, რომლებიც ყველაფერზე გავრცელდება. ასევე ჩავდებთ ინვესტიციებს, რომლებზეც ბატონმა პრეზიდენტმა ახლახანი საუბრა. ევროპული ბაზარი ღია. საუბარია 450 მილიონ ადამიანზე. ამრიგად კარგი შეთანხმება გვაქვს. რთული მოლაპარაკებები იყო. ეს თავიდანვე ვიცოდი. თუმცა საბოლოოდ ორივე მხარისთვის სასარგებლო დასკვნამდე მივედით. Yeah.